ბავშვებო, მოდით გავიხსენოთ ჩვენი კლასის ოქროს წესები. პირველი, მოვუსმინოთ ერთმანეთს. მეორე, საუბრის დაწყებამდე ხელი ავიწიოთ. და მესამე, კლასში დროულად გამოვცხადდეთ. და საერთოდ რისთვის გვჭირდება წესები? ყველა ისე რომ მოვიქცეთ როგორც გვინდა, უფრო თავისუფლები არ ვიქნებით? კი, ეგრეა, მაგრამ კლასში წესები რომ არა, სრული ქაოსი იქნებოდა. არავინ არავის დააცდიდა ლაპარაკს და ვერავინ ვერაფერს ისწავლიდა. წესები კი სამართლიან გარემოს ქმნის ყველასთვის. მაგრამ რა მოხდება თუ ამ წესებს ვინმე დაარღვევს? მაგალითად, თვითონ მასწავლებელი. როგორც კლასში, საზოგადოებაში ზუსტად ეგრეა. ამას კი სოციალური კონტრაქტი ჰქვია. კლასში ოქროს წესების დაწესებაც იგივე პრინციპია. მოსწავლეები და მასწავლებლები ვთანხმდებით, რომ ამ წესებს დავიცავთ იმისთვის, რომ კლასში ქაოსი არ იყოს. წესები მხოლოდ მაშინ არის სამართლიანი, როცა მას ყველა იცავს, მათ შორის მასწავლებელიც. თუ ამ წესებს მასწავლებელი დაარღვევს, მაშინ პირველ რიგში ნდობას დავკარგავთ და ვიფიქრებთ, რომ ჩვენი შეთანხმება სამართლიანი აღარაა. როდესაც ერთი მხარე წესებს არ იცავს, მეორე მხარეს უფლება აქვს უკმაყოფილება გამოხატოს. და ისე, შენ რას ფიქრობ? საჭიროა წესები? დაგვიწერე კომენტარებში.